მე მაქვს ერთი უცნაურესი კითხვა. საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის, ანუ ქართული ოცნების ბანდის ცალკეულ კი არა, პრაქტიკულად ყველა წარმომადგენელს წაუკითხავს თუ არა, ვინ დავასახელოთ ახლა, გასაგები რომ არ წაუკითხავს ასე მაგალითად ლიოსა, ასე მაგალითად ბორხესი, ასე მაგალითად შექსპირი, ასე მაგალითად სხვა დიდი სოფლიო მასშტაბის ავტორები, მწერლები, პოეტები, მაგრამ სოფლიო მასშტაბის სხვა ქართველი ოღონდ ავტორის, მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას ხო სკოლაში მაინც უნდა გაევლოთ. წაუკითხავთ თუ არა ასე მაგალითად ვაჟა-ფშაველას სტუმარ-მასპინძელი, როგორ გონიათ თქვენ. ბევრი თქვენგანი მიპასუხებს რომ კიო. მეც დავეთანხმები ამ ბევრ თქვენგანს. მეც გეტყვით რომ მათ რას საკვირველია ბევრს ყოველ შემთხვევაში ზარქუას არ ვიცი. სიმართლე გითხრათ არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული, მაგრამ აი მაგალითად მამუკა მდინარაძეს მერვე თუ მე-9 კლასში უთუოდ წაუკითხავს სწორედაც რომ სტუმარ-მასპინძელი უბრალოდ ამბავი არის ის ალუდა ქეთელაურზე გევლაპარაკობს სტუმარ-მასპინძელზე ვლაპარაკობ, კლავი გველის ჭამელზე გევლაპარაკობს სტუმარ-მასპინძელზე უზარმაზარი მასშტაბის ნაწარმოებია. რა საკვირველია და უბრალოდ ამბავი ის არის რომ აზრი დასკვნა ვერ გამოუტანიათ და ჩახვეული აქვს ეს ერთი სიტყვა ჯოყოლას მიერ წარმოთქმული. დღეს სტუმარია ეს ჩემი, თუნდაც ვაემართოს სიცხლის, ანუ თან ამ ყველაფერს წარმოთქვამენ ხოლმე არა მხოლოდ ესენი, არამედ მათივე მონამორჩილი პირები საზოგადოებრივ ასპარეზზე ვინც არიან და ვისაც რიმუნა აქვს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა წარმოითქმება ხოლმე რუსებთან მიმართებაში და სრულიად უკონტექსტოდ. ანუ რუსები არიან ზვიადაურები, რომლებსაც სისხლით აღვარეს და აი ჯოყოლა მიიღო ეს ზვიადაური, ანუ რუსები და დღეს სტუმარია ეს რა უფლებით შემოდიხარ ახლა რა უფლებით მაგდებინებ ამ რასაც ამბობს პრინციპში ჯოყოლა, მაგრამ კონტექსტში ჩასასმული ეს ყველაფერი ასაკვირველი არ არის და ამის იქით არაფერი არ იცი. ეხლა რატო გამახსენდა ეს ყველაფერი რა დროს ზვიადაურია და შეწაგიკითხავთ მამუკა მდინარაძის სტატუსს. მამუკა მდინარაძე ნახეთ რას ამბობს. მე არ ვიცი ვინ არიან სინდისის პატიმრები. ეს არის თქვენი შეფასება მიმართავს ჟურნალისტს. ამიტომ სანამ ერთი მხრიდან იქნება სინდისის პატიმრებზე საუბარი და მეორე მხრიდან იქნება დამნაშავეზე, აქ შეთანხმება საზოგადოებრივი თანხმობა უბრალოდ ვერ შედგება. უკვე შემდგომ მიტყუება მამუკა მდინარაძე და ამბობს რომ ესე იგი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებსო სინდისის პატიმრები არ უხსენებიათო ზოგადად პატიმრებზე ისაუბრესო. მე პრეზიდენტის უფლებამოსილებაში ვერ ჩავერევიო. ოღონდოდ აი აქ თავარი ამბავი სინანული აუცილებელია. თქვენ როდესაც საუბრობთ ამაზე და ამბობთ რომ სასულიერო პირები და სინოდის წევრებმა თქვენს რომ სინდისის პატიმრების შეწყალება კარგი იქნება, მათ სინდისის პატიმრები არ უხსენებიათ. იტყუება მამუკა მდინარაძე. პირიქით მათ თქვენს და ჩემთვის ეს პოზიცია მისაღებია, ვინც ინანიებს და სინანულზე საუბრობდნენ. ისინი შეიძლება სიტყვა სიტყვით ვერ გავიმეორო, უბრალოდ აზრი არის ეს იყო, ვინც გამოხატავს სინანულს მისი შეწყალება არის კარგი, მოკლედ აზრი ეს იყო, მე ამას ვეთანხმებ. ეს სიტილი დასულია და სიტირება მამუკა მდინარაძისა. მე აგრძელებ სინანული გამომდინარეობს აღიარებისაგან, უკვე საერო პირის განმარტება შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან, თუკი ადამიანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ინანიებს ამ ქმედებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ზოგადად ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც ვიტყვი, სახელმწიფო ზოგადად ასეთი პირის მიმართ უფრო მობიერია, მათ შორის საპროცესო შეთანხმებასთან, შეწყალებასთან იმართებით და ასე შემდეგ. ანუ უყურეთ, ამბობს იმას, რომ სინდისის პატიმრები ესენი არ არიან. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში არ ჩაერევა არა და გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას, ყავილაშვილს მართლა ვინ ეკითხება. გუნდურად იღებს გადაწყვეტილებას ქართული ოცნება და რეალურად გადაწყვეტილებას იღებს მთავარი პირი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ უნდა პატიმრების გამო თავისუფლება, რა საკვირველია. იმიტომ რომ გონია რომ ამით თავდახრილი იქნება, უკან დახეული იქნება, საზოგადოების ერთი ნაწილი შეუტევს მისივე მომხრეები პირველ ყოვლისა, რომლებიც გამოყვება და გამოზარდა, შეუტევენ ამას იზავენ მეორე მხრიდან არასწორი პროგნოზია ეს. რაც მთავარია, ესენი ითხოვენ პატიმრებისაგან სინანულს, ბოდიშის მოხდას, აღიარებას დანაშაულისა და უკვე შემდგომ განიხილავენ და შეიძლება განხილვის შემდეგაც არ გაანთავისუფლონ ეს პირები. და რაც მთავარია, ითხოვენ კიდევ ეს მნიშვნელოვანია, რომ არ ვუწოდოთ მათ სინდისის პატიმრები. იმიტომ რომ ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. აი ეს რა ვნებაა პირდაპირი მნიშვნელობით.
უკაცრავად სიტყვისთვის. რა ერექცია ემართება პოლიტიკურ ელექციაზე გულისხმობ, რასაკვირველია. ბოდიშზე მე სიმართლე გითხრათ არ მესმის. ანუ რატომ უნდა მოგინდეს შენ, რომ გამოვიდეს, კი არა, გყავდეს თავდახრილი ადამიანი, რომელმაც საკუთარივე აზრი უარყო, საკუთარივე ფიქრი უარყო. აი მაგალითად რატომ არის აუცილებელი ზვიად რატიანის მიერ ბოდიშის მოხდა? ან რატომ არის აუცილებელი მზია ამაღლობელის მიერ ბოდიშის მოხდა, რომელმაც ერთმანეთს და მეორემაც შეიძლება მართლაც ჩაიდინა ბჭყალებში, დანაშაული ოღონდ ჩაიდინა ადმინისტრაციული ხასიათისა, ხელისუფლება წოდებული ჯგუფი რომ ყოფილიყო უფრო ლობიერი, ადამიანზე უფრო ორიენტირებული, ერთსაც და მეორესაც დასჯიდა განა არა, მაგრამ შემოიფარგლებოდა პირობითად 1000 თუ 2000 ლარიანი ჯარებით. შენ არასწორად მოიქეციეს გადიოდა, შეიძლებოდა გასულიყო ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევაში, იმიტომ რომ ზია მართლაც კი არ დაარტყა, არამედ მიარტყა იმ ბანდიტ დგებუაძეს. და ზვიადმა ხარდამჭერმა ზიასი იგივე გააკეთა არ მისი პოლიციელი სამართალდამცავი ვინც არის მისი მისამართით. მაგრამ თუ ამ ორ პირთან დაკავშირებით ჩვენ ამგვარ ვარიანტს ვთავაზობდით, არ ახალს ვთავაზობ პერსონალურად მე, ვთავაზობდი საქართველოს ხელისუფლებას წოდებულ ბანდას, სხვებთან მიმართებაში სხვა შესათავაზებელი არც ამაქვს. არც ერთი პრაქტიკულად პატიმარი არ არის ეჭვმიტანილიც კი არა თუ დასადანაშაულებელი რომელიმე სისხლის სამართალი, მაგალითად ანდრო ჭიჭინაძე ვერ მტკიცდება, უბრალოდ ვერ მტკიცდება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა და ხო და რაოზე უნდა მოიხადოს ბოდიში, ან რა უნდა ინანოს, რა უნდა აღიაროს და რატომ არ უნდა ვუწოდოთ მას სინდისის პატიმარი, სულ რომ მოვინდომოთ და არ ვუწოდოთ, როგორ არ უნდა ვუწოდოთ, როდესაც ვერ მტკიცდება არა მხოლოდ ანდროსი, არამედ სხვების და სხვების, აი მაგალითად ცეცხლაძის, მაგალითად ცხადაძის, მაგალითად კიკნაძის, სხვების და სხვების დევიძის და სხვების დანაშაულები და შესაბამისად საზოგადოება ვალდებულია წარსულის, ვალდებულია აწმყოს და ვალდებულია მომავლის წინაშე, რომ მათ უწოდოს სწორედაც რომ სინდისის პატიმარი. ოღონდ დინარაძეს ეს უნდა არ უნდა ეს ყველაფერი და უნდა რომ ეს ადამიანები თავდახრილები იყვნენ და ამ ადამიანებმა შეინანონ მოინანონ ის, რაც არ გაუკეთებიათ, არ ჩაუდენიათ არა თუ მზიან და ანდრომ, მზიამ და ზვიადმა, არამედ სხვებმაც არ ჩაუდენიათ დანაშაული. ამიტომ თქმა მართლისა სიმართლის არის გარდაულად აუცილებელი. დინარაძეს კი არა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად და როცა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად, ანუ შეძახილი როცა ახმობს ხესაც ბუნებრივია, ეს შეძახილი იქნება ჩვენი მხრიდან სულ რო გამოუშვას. ყველაში 150 დაახლოებით თუ მეტი პატიმრიდან პირობითად 10-15-10%. ჩვენ მათ მაინც ვუწოდებთ უკვე მომავალში სინდისის ყოფილ პატიმრებს. შესანიშნავად ხვდებით რა იმასაც, რომ მამუკა მდინარაძეს არა იმდენად მამუკა მდინარაძეს, ამდენად ბიზი და ივანიშვილს სჭირდება ძევლები საპატიმროში და გამოუშვებს 15 და დაიჭერს 30, ხმა 30-ეულს. და მიედავება ისეთ რამეშიდაც მათ არ ჩაუდენიათ, ან თუ რამ ჩაუდენიათ, სახელმწიფო, რომელიც არ არის ორიენტირებული საზოგადოებას ინდივიდზე, ნებისმიერ შემთხვევაში დაჩაგრავს ნებისმიერ ოპონენტს, პერსონალურად ბიზინა ივანი ოპონენტს, კრიტიკოს, ნებისმიერ იმ პირს, რომელიც ბიზინა ივანიშვილს პატივს არსებს და ჩვენ საზოგადოების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიზინა ივანიშვილს განიკვირდებათ და ეწყინებათ ქართული ოცნების მომხრეებს და პატივს რასაკვირველი არ ვცემთ. თავდახრილი ადამიანის ყოლა, მოდრეკილი ადამიანის ყოლა, ეს არის თემის აზროვნება, ტომის აზროვნება, ასე ვიტყვი, თემური აზროვნება, ეს არის კოლექტიური, ბოლშევიკური, ამ შემთხვევაში უკვე ბოლშევიკური ვახსენე, მაგრამ უკვე ვაჟას როცა მიუბრუნდები, სწორად სხვაგვარად განმარტავ თქვენის ნებართვით, კოლექტიური ბოლშევიკური აზროვნება, შენ უნდა იყო დაჩაგრული, შენ საკუთარივე თავი უნდა უარყო, შენ უნდა უარყო საკუთარივე აზრები, ფიქრები, უნდა მოგვიბოდიშო ამას 20-იან და 30-იან წლებში და შემდგომ პერიოდშიც კომუნისტები სთხოვდნენ ადამიანებს, ინდივიდებს და ბევრს გულახდილებით თუ მიქნებით მოადრეკინეს რასაკვირველია თავი. ეხლა შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ალბათ იმისთვის რომ გადარჩენილიყო ბევრი, მაგრამ ბევრს, მათ შორის ცნობილ პოეტებსაც და მწერლებსაც აწერინეს. ან უბიზგეს რომ დაეწერათ იმგვარი ნაწარმოებები, შეექმნათ იმგვარი ნაწარმოებები, რომლებიც ღირებული არ არის რასაკვირველია. მაგრამ რომლებიც აუცილებელი იყო საიმისოდ და იმისათვის, რომ ისინი გადარჩენილიყვნენ, თუმცა 30-იან წლებში ბევრი
მიუხედავად იმისა, რომ ასე დახარა ბევრმა თავი, იციან დაბიძემ მაგალითად გარკვეულ შემთხვევებში თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მაგალითად პაულოს გასვენების დღეს, ხო ისინი ვერ გადარჩნენ ესეც უნდა ვთქვათ. ხა მე პოეტებისკენ ვაჟაკი ვახსენე, ხატიციანი ვახსენე, სხვების ხსენებაც შეიძლება რასაკვირველია კი არ მიმყავს საუბრობოდ გიხსნით, რომ კომუნისტებს არო ამათი ბოლშევიკები არიან ესენი, ნეობოლშევიკები ამათ წინამორ ამათ მშობლებს ასევე უნდათ თავდახრილი ადამიანი. და ხსენებული ვაჟა რა შუაშიაო ვაჟაო ხარ დაიწყე საერთოდ ვაჟაზე საუბარი. მე გითხარით რომ ამათ საკითხული არა აქვს. და მარტო ეს აქვს ჩახვეული დღეს თუმარია ეს ჩემი თუნძღვა ემართო სისხლისა და რატომღაც არ ლაპარაკობენ რომ თუმარი არის ის არაბიც, ის ირანელის, ის თურქიც, ის რა ვიცი, ავღანელის თუ პაკისტანელის თუ ვიეტნამელის რომელიც ჩაგოდის, ის მათი მიმართ ზიზღია და აი რუსების მიმართ დღეს თუმარია ეს ჩემი თუნძღვა ემართო სხვისაც არ ეზარება ეს ორი სტრიქოლი და იხსობა და იმახსოვრა და კი ამიტომაც ვამბობ რომ მათ ვაჟაფშავე და წაკითხული არ აქვს და თუ წაკითხული აქვს გააზრებული კი არ აქვს მათ უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში ესეც უნდა ვთქვათ, ბოდიშ ვიხდი აქ მეღილი ამჩენია შესაკრავი და გამოჩნდა მაისური. ეხლა რატო ყვები და ხო რატო გამახსენდება სწორედ ეს ალუდა ქეთელაურის გახსენებაც შეიძლება. გველის ჭაბელის გახსენებაც შეიძლება, მაგრამ ერთი და გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი აი ამ სტუბარ მასპინძლიდან სწორედაც რომ სოფლისა გაღმა გორია, დამწვარი, ქვიშიანია, ბევრი წევს იქა ვაჟკაცი, გულ ლომი, ჯიშიანია, ძირს მისდგამს, ბექი მდუმარე, ნაღვარი, თიხიანია, ხმალ ხანჯრის, თოფის ხმარეთი, არას გული მაგარი, იმათ სჭამს მიწა უენო, სასტიკი, გაუმაზღარი, მას შეეშლება ყველასა, ადამიანის იერი ვერ გვიხსნის სიკვდილის ბჭღალით ძალა ვერ სიტყვა ცბიერი ბუნების წოდვა ესაა მუდამ საწყინო ჩემია ავსა და კარგსა ყველას კლავს არავინ გადურჩენია ყველა გზავთათვის ირთქმევა როცა იღუპვის გემია და მოკლედ აი ესეთი ამბავია დიდი ამბავი ხდება და ზვიადაური მიხავთ დასაკლავად აი საფლავიც ქისტისა გადავახდით ხალხი მოერტყა გარსაო ხო არ გამოგჭა რა მე მნიშვნელოვანი ცხადია ყველაფერი ერთმანეთზე მნიშვნელოვანია მაგრამ აი საფლავიც ქისტისა ხალხი მოერტყა გარსაო მოლა მოხვება ლოცვასა იხსენებს თავის გვდარსაო ნუ იტანჯები დარლაო ნუ შეიწუხებ თავსაო მოუძდექით შენი მოძმენი შენი სამარის კარსაო სხერპლსაც აქ ზვიადაურს წირავენ ხო გწირავთ ეს ზვიადაური ლიტერატურული პერსონაჟი ამგვარი ზვიადაურები ჩვენ სინამდვილეში არიან ბევრი შეიძლება იმ უბოდიშებს ხადია მათ იმ ლიტერატურული პერსონაჟი ლიტერატურული გმირის მასშტაბისა არა მაგრამ მინი მოდელები მინი მასშტაბისა და ამგვარ გზაზე დამდგარები მათ არავინ არ დაკლავს მზიას თუ ზვიადს ავიცი ანდროს თუ სხვებს არავინ არ დაკლავს საფლავზე პირდაპირ მნიშვნელობით მაგრამ ცდილობს რა გადათელვას მათი პიროვანობისა პიროვნულობისა საქართველოს ხელისუფლება ანუ ამ შემთხვევაში ვაჟას შემთხვევაში ზვიადაურის დამსჯელები ცდილობენ რა გადათელვას ისინი იმ გზას ადგანან რასაც ზვიადაურის დამსჯელები აკეთებდნენ ხო და გააკეთეს ნუ იტანჯები დარლაო ნუ შეიწუხებ თავსაო მოუძდექით შენი მოძმენი შენი სამარის კარზაო მსხვერპლსა გწირავთ იხარე არ გაჭმევთ მტრისა ჯავსაო ასე ჩასძახებენ თავის მკვდარს და აი აქ უკვე იღებს ხმა მაღლდება ზვიადაური რომელიც თავს არ ხრის როგორც არ ხრის ზვიად რატიანი ახლა როგორც არ ხრის მზია ამაღლობი როგორც არ ხრია სხვა პატიმრები და ლიტერატურულ ნაწარმოებში ასეა ზვიადაური ესე უბნება ასე მიმართავს ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისა და ანუ დედაც სტირებიაო მეჯავრებაო ძაღლი მიკვდომია სულშიო ვაჟკაცი იღებს ხმალს ამას ამ ყველაფერს აღაზარო აკვირდება თუნდაც ეს კიდე ცალკე ეპიზოდია
და ცალკე ამბავია და მე უკვე დაბრუნებული აღაზა როგორც ქართულმა უცნებმა ეს ყველაფერი არ იცის იქ ჩახვეული აქვს რომ რაღაც სტრეს თუ არის ეს ჩემი სულ სხვა ემართო სისხლისა და აი არაფერს სხვას ერთს ერთ სხვა ამბავს ვერ იხსენებენ ვერც აღაზას ვერც ჯოყოლას რომელიც დახვდება აღაზას და ამ ამბავს ხო ვერ იხსენებენ და ვერ იხსენებენ ვაჟკაცი იღებს ხმასაო ბეწვს იშლის ბრაზმორეული როგორც რაც ვებხვით მასაო საკირის ცეცხლი ედება სამსხვერპლოს გულის თქმასაო რა მოსდრეკს წარბ დაღრუბლულსა ქედ ჩაჟანგებულს მთასაო აქცევენ ზვიადაურსა ყელში აბჯენენ ხმალსაო დარლამსად შეეწირები ყველა დასძახის მასაო ზაღლიყოს თქვენი მკვდრისა და უპასუხებდა ხალხსაო არ იდრიკება ვაჟკაცი იმ შემთხვევაში ზვიადაური ამ შემთხვევაში ჭიჭინაძე ამ შემთხვევაში ცეცხლაძე ამ შემთხვევაში კიკნაძე არ შეიხრიდა წარფსაო გაოცდნენ ქისტის შვილები ანუ გადარეულები არიან ხალხი დგებოდა ყალხსაო ლამის რომ არ შაეწიროს ერთი უყურეთ ძაღლსაო ხვირიან თანაც ნელ-ნელა ყელში ურჭობენ ხმალსა ძაღლიყოს ყელში ამბობდა მანამ მოსჭრიდნენ თავსაო უცქირეთ ეგ ძალიან საინტერესოა შეწუხებულები არიან ქისტები გადაირიდნენ ქისტები ანუ მდინარაძე ეხლა უკვე მდინარა ჩვენ სინამდვილეში ივანიშვილები მდინარაძეც დავიდავანებოთ საწყალს და გადარეულები არიან ივანიშვილები როგორ ვერ მოდრიკა ერთი მზია ამაღლობელი ეს კაფანდარა ქალი რომელიც თვალში ვეღარ ხედავს რაღაც არ ვიცი რა პროცენტები არ მახსოვს მე აღარ მახსოვს იქ რაღაც ერთი თვალი სუფლიანად დაეხშო მხედველობა ერთი თვალიდან მეორე თვალიდან რაღაც მნიშვნელოვნად დააკლდა და ასე შემდეგ და ვერ მოდრიკა ბოდიში მოიხადო და გაგიშვებ ბოდიში მოიხადე ამას არც გაუშვებდნენ ზვიადაურს მაგრამ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ ზვიადაურს საკანი ის კი ყვირის რაღაც აღლიყოს თქვენი ქვისა და თქვენი დედაც ვატირებ ხო ძაღლიყოს ხელში ამბობდა მანამ მოჭრიდე თავსა უცქირეთ ერთი უცქირეთ არ ახამხამებს თვალსაო სიცოცხლე ქრება სისხლი ზდის ზვიადაური კვდებოდა გული ვერ მოჰკლა მტრის ხელმა გული გულად ვერ რჩებოდა გზა განვაგზოთ თუ არ განვაგზოთ და ამ სურათის მნახველი ერთი დიაცი ანუ მე უკვე აღაზაზია და არ გავაგზავნოთ ხა მაგრამ ლიტერატურის გაკვეთილები კი არა მაგრამ მინდა ავხსნა რომ გზა რომელიც აირჩია ამ 150 პატიმარმა არის მისტიური გზა ასე ვიტყვი არის თუ მისტიური მაინც ხამაღალი გგონიათ არის ზვიადაურის გზა არის მოუდრეკელობის გზა და ესენი ითხოვენ რომ გაგიშვებ ამბობენ გაგიშვებს აი საპატრიარქო გულისხმობდა ზოგადად საპატიმრებს და არა სინდისის პატიმრებს თქვენ უწოდებთ ამას ინა მოდი დაარქვით ჩვეულებრივი პატიმრები და აქ შემთხვევაში განვიხილავთ და არც გაუშვებს რაც დავარია და თუ გაუშვებს მერე ნებისმიერ სხვა ამაღლობელს იშვიათი გვარია ნებისმიერ სხვა პირს კიკნაძე უფრო ხშირი გვარია ჭიჭინაძე ძალიან დიდი გვარია საკმაოდ დიდი ნებისმიერ სხვა ჭიჭინაძეს ამაღლობელს კიკნაძეს ცეცხლაძეს არ ვიცი და ამ დევიძეს ცხადაძეს ნებისმიერს დაიჭერს ამ გვარისაც სხვა გვარის წარმომადგენელს იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილის თითქოს კვოტა აქვს რომ უხეშად არც ვიცი ზუსტი რაოდენობა მაგრამ 150-ზე ლაპარაკობთ ხო თუმბეთზე 150 კაცი ყავდეს მოქალაქე ყავდეს დაჭერილი 150-ს გადაჭერილი ერთი თვით ორი თვით ერთი წლით სამი წლით და ასე შემდეგ და 150-ივეს თხოვდეს რომ მოდრიკე ახლა მოიხადე ბოდიში ახლა შეინანე მოინანე აი ამ ჩემი როგორც ძალაუფლების წინაშე პირდაპირ მნიშვნელობით არა მაგრამ დაემხე პირქვე და გაპატიებ ან არ გაპატიებ მე მონარქი ვარ მე აბსოლუტი ვარ მე ლუდოვიკო ვარ მე გადაწყვეტილებას მე ვიღებ აქ და არა მოსამართლე რაღაც პატრიარქი რაღაცა საზოგადოების ერთი ნაწილი შენი მშობელი უშუალოდ შენ პროკურორი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ვერ გაუგია პირდაპირ მნიშვნელობით არ კლავენ მაგრამ მოკვდინება ადამიანისა ხო არ არის მხოლოდ ფიზიკური მოკვდინება ხო ფსიქოლოგიური გატეხვის მცდელობაც არის
აი ესე ცდილობენ რომ ფსიქოლოგიურად გატეხონ, ანუ მოკლან ერთგვარად ადამიანები, რომლებიც არიან საპატიმროში. 150 კაცი. მაგალითად ელენე ხოშტარი საბოლოო ჯამში რას ერჩი. აი ამ შენი ზღინკიანი კალაძის ზღინკიან პლაკატს მიახატა რაღაცა, მიაწერა რაღაცა. და ამის გამო ეს 4 შვილის დედაშიც არ არის საქმე, მაგრამ აი მაინც ამაზე გავამახვილებ ყურადღებას. რას ერჩი ელენე ხოშტარიას. ხო, ამის გამო შენ უშვებ არ მახსოვს რა ამდენი წლით უშვებელ ლაკას 2 წლით თუ 3 წლით. ძიმ დაუმძიმეს ბრალი რაღაც ნიკამელიას, იმიტომ რომ გაგიჟდა და წყალი შეასხა იქ მოსამართლეს და რა მერე აი რა მერე რა ერეგირება ბოდისვიხტი ამ ვიღაცის დასჯაზე სხვანაირად ვერ არსებობს. არა ვერ არსებობს, ეხლა მეც რაღაც რიტორიკულ კითხვებს სვამ ხო რიტორიკული კითხვები გამოვირჩევ. და ყელში ურჭობენ ხმალსაო ხო და ვერ გაუგიათ აი ეს არის დატო გიждებიან იცით აი ესე ამბობენ თავად ახლა ამბობენ უცქირეთ ერთი უცქირეთ არ ახამხამებს თვალსაო არ ახამხამებს ლაკა თვალს არ ახამხამებს თვალს გაიგეთ რომ არ ახამ და არც სხვა პატიმრები დროებით 3-4 დღით თუ უფრო დიდი ხნით 3-4 წლით დაჭერილები არ დაახამხამებენ გამოვლენ ეს ადამიანები და სინდისის პატიმრები დაერქმევათ სულ თვითონ მოითხოვონ რომ აღარ დაგვარქვათ აღარ გვიწოდოთ სინდისის პატიმრებიო და ქართულმა ოცნება მიცის ბჭყალებში რასაკვირველია ვაჟებშაველა როგორ არის ის წაუკითხავს მამუკა მდინარაძეს დინო იაწილოსანს ან წაუკითხავს ან არა და მას რა ქვია ზარქუას ნამდვილად არ წაუკითხავს ზარქუას აღაზა კი ეუცნაურება ეხა ეს პირველად მესმისო ეს სახელიო შეიძლება გვეჭხუბოს მაგრამ შეიძლება გონია კრასატულა ხო აი ესე რომ უნდა მიმართო ესე რომ უნდა მოიხსენიო აი თუ სტუმრობას მინძელი წაუკითხავს ალუნა ქეთელაური ნამდვილად არ წაუკითხავს თუ ალუნა ქეთელაური წაუკითხავს მაშინ გველის ჭაბელი ნამდვილად არ წავა. არა, რაც თავარია სამივე თუ მთელი ვაჟარო გადაზუთხული ჰქონდეს, ხო? აზრი როგორც ასეთი არც ერთ მათგანს არ აქვს გამოტანილი და ლევან იგინეიშვილს მიმართ, ანუ ვასიკო ემუდარებით რა გააკეთეთ რა კურსები რა ცოტა ირონია არის ამ ჩემ შეძახილში. გააკეთეთ კურსები დაიბარ ფარულად უფასოდ. გააკეთეთ კურსები და გიამრღულიასაც მიმართავ აი სამე არაჩვეულებრივი კარგი ის გამომა გარეგოთ შეიქმნება. ანის რაღაცის აკადემია როა იმის ფარგლებში დაპატიჟეთ ეს დინარაძეები და ნინოცილოსანები და ლევან შენ მოგმართავ პირველ ყოვლისა გიგინეიშვილს შენ ქემაინც კარგად იცი სტუმრობას მინძე ვაჟაბშაველა ზოგადად. გამოგივა ლევან ბერძენიშვილს ისინი აბა არ მოусმენთ თორე საჯარო ლექციებიც არის და რომ დაინახავენ თუ არა ლევან ბერძენიშვილს ბლოგს იმ გვერდს ბლოკავენ. კიდა ომეროს სილაპარაკოს ბერძენიშვილმა და კიდა იმაზე რუსთაველზე და კიდა ვაჟაბშაველა. კარგი და გადაგდივართ. ახლა